ფაიალი ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული, ზაფხულობით მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს. თუმცა მყინვარების ეს ჯგუფი ყველასგან განსხვავდება. იგი ევროპული კვლევითი პროექტის ეკორუტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ზღვის ბიოლოგები და არქეოლოგები ტურისტებთან ერთად ყვინთავენ და ტურისტებს წყალქვეშა სამყაროს ისტორიას აცნობენ. ხშირად ამის მსგავს არქეოლოგიურ ძეგლებს არ მიიჩნევენ კულტურულ მემკვიდრეობად, უბრალო ნამსხვრევებად თვლიან. ხალხმა არაფერი იცის მათ შესახებ. სწორედ ამიტომ ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია, რომ ვაჩვენოთ, რამდენად ძვირფასი განძია ეს ნამსხვრევები მდგრადი ტურიზმისთვის. წყლის ზედაპირთან ახლოს მე-19 საუკუნეში ჩაძირული ინგლისური ორთქლის გემიდევს. ასეთი სიძველე იმ ტურისტს იზიდავს, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ამ ხალხს კუნძულის ისტორიისა და მისი ბუნების გაცნობა სურს. ამიტომ მგონია, რომ ნამდვილად დასაფასებელია ჩვენთვის, რომ შეგვიძლია ასეთი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ სტუმრებს და მათთან ერთად ამ ყურის მშვენიერებით დავტკბეთ. მეცნიერებს სურთ ტურისტების შთაბეჭდილებები შეისწავლონ. ნამდვილად განსხვავდება ასე ყვინთვა დამოუკიდებლად ყვინთვისგან. ჩაძირული გემის ამბავს იგებ და ზოგადად აქაურ ისტორიასაც. აზორის კუნძულების აკვატორიაში 30% დაცული ტერიტორიაა. ამ პორტუგალიური არქიპელაგის ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ არ მისცეს ნება მასობრივ ტურიზმს, საფრთხე შეუქმნას მის ბუნებასა და კულტურულ საგანძურს. ჩვენ გვაქვს საშუალება შევხედოთ, რა ხდება მსოფლიოს სხვა ადგილებში და ვეცადოთ არ გავიმეოროთ მათი შეცდომები. საჯარო სამსახურები ყურადღებას აქცევენ ამ საკითხს და დანარჩენი დაინტერესებული მხარეები ჩართული არიან საქმეში. ყველა აღიარებს, რომ ტურიზმი მდგრადი გზით უნდა განვითარდეს. აჩქარების გარეშე და უნდა შეიქმნას გარანტია იმისა, რომ ის ბუნებრივი სიმდიდრე, რომელზეც ტურიზმი დგას, არასდროს გაქრება. ზღვისპირეთის ტურიზმი ევროპის ეგრეთ წოდებული ლურჯი ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სექტორია. სწორედ მასზე მოდის დასაქმების ნახევარზე მეტი და წლიური შემოსავალი 200 მილიარდ ევროს შეადგენს. ჩვენ ეკორუტის გუნდს მივყვებით მდგრადი წყალქვეშა ტურიზმის კიდევ ერთი საცდელი ადგილისკენ. წყალქვეშ 20 მეტრის სიღრმეში ღუზა და ზარბაზნებია ზღვის ფსკერზე ჩაფლული. ისინი აქ გათხრის სხვა ადგილიდან გადმოიტანეს და ახლა ტურისტებს შეუძლიათ ატლანტის ოკეანეში ნაოსნობის ისტორიას ზღვის ფაუნის თანდასწრებით გაეცნონ. ატლანტის ოკეანის ფსკერზე განთავსებული ეს ისტორიული ძეგლები ახლა ხელოვნურ რიფებად იქცნენ, რომლებიც ზღვის სხვადასხვა ბინადართ იზიდავენ. შესანიშნავი ადგილია ყვინთვისთვის. შეგიძლია ნახოთ, თუ რა ტიპის ვაჭრობა მიმდინარეობდა აქ წარსულში. აქ ჩაყვინთვის მერე უამრავი ისტორიული დეტალი ამოტივტივდა. ეკორუტი და სხვა ევროპული პროექტები ტურისტულ რუკაზე ახალ მიმართულებებს ნიშნავენ ისე, რომ მათ ზიანი არ ადგებათ. ეს ტივტივები მაგალითად იმიტომ განათავსეს აქ წყალში, რომ ყვინთავების ნავებს ღუზის ჩაშვების გარეშე გაჩერების საშუალება მისცენ, რადგან ღუზა ზღვის ფსკერს აზიანებს. ჩვენ სხვადასხვა ადგილებში ვმუშაობთ. მიმდინარე პროექტი ზღვას მოიცავს, თუმცა ის შესაძლოა ეხებოდეს სალაშქრო ბილიკებსაც. მაგალითად, გვინდა 10-20 წელიწადში ისევ გქონდეს მშვენიერი ადგილები, ტურიზმს კი შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს. აზორის კუნძულები და ევროპის სხვა შორეული რეგიონები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტში არიან ჩართული, რომლებიც ზღვისპირეთის ეკომეგობრულ განვითარებას ემსახურებიან. მოდით ტენერიფესკენ წავიდეთ, ესპანეთის კანარის ერთ-ერთ კუნძულზე. ამ აკვატორიაში დედამიწის ვეშაპებისა და დელფინების პოპულაციის მესამედი ბინადრობს. ვეშაპებზე დაკვირვების ტურები აქ ძალიან დიდი ბიზნესია, თუმცა მისაელ ვარგას, ზღვის ბიოლოგს, სურს, რომ მისმა ტურებმა რაც შეიძლება მცირე ზიანი მიაყენოს გარემოს. დიდი კომერციული ნავებისგან განსხვავებით, რომლებსაც ხშირად იყენებენ ვეშაპებზე დაკვირვებისთვის, მისი წყნარი გასაბერი ნავი ბიოშენი არ აწუხებს ამ ვეშაპებს. და რადგან ნავზე ტურისტების მხოლოდ მცირე ჯგუფია, ყველას კარგად ესმის გიდის, რომელიც ვეშაპების ბიოლოგიასა და ქცევაზე საუბრობს. ეს პატარა ნავია, ამიტომ შეგიძლია ახლოს მიხვიდეთ ცხოველებთან და კარგად შეხედო. ნამდვილად ვაფასებთ, რომ ყურადღებას მდგრადობაზე ამახვილებენ და ცხოველებს კარგად ექცევიან. ეს უფრო მოსაწონია, ვიდრე მასობრივი ტურიზმი, რომელსაც ყველგან ხედავ. ჩვენ ჰიდროფონებს ვიყენებთ, წყალქვეშა მიკროფონებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რომ არა მარტო დავაკვირდეთ ცხოველებს, არამედ მოусმინოთ კიდეც. ჰიდროფონები ამ ტურისტებს საშუალებას აძლევს, რომ გაიგონონ, როგორ უსტვენს და კარცალებს ვეშაპი.
ყური დაუგდეთ, სანამ სხერპლს დაიჭერენ, ასეთ ხმას უშვებენ. ტრ და მერე სიჩუმედგება, ესე იგი დაიჭირა. გარემო სასწრაფოდ უნდა დავიცვათ, ამიტომ უნდა შევქმნათ ისეთი ბიზნეს მოდელები, რომლებიც ხალხს აზრს შეაცვლევინებს და ისინი ბუნებას საკუთარ ნაწილად აღიქვამენ და არა განცალკევებულ სხეულად. As part of us, not as something isolated. ეს კომპანია თანამშრომლობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კიდევ ერთ პროექტთან, Twinned by Stars-თან, რომელიც ცდილობს ზღვის პირას დასვენების დროს ადამიანი ხმაურიანი ატრაქციონების ნაცვლად ისეთი შინაარსიანი გართობით დააინტერესოს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას. აშკარაა, რომ შესაძლებელია შენი საქმიანობა იყოს ეკოლოგიურიც და კონკურენტუნარიანიც, განსაკუთრებით, როდესაც შენი მთავარი მიზანია განათლებისა და გარემოს დაცვის ღირებულების